სიახლე ლარივინისგან. Live Casino, მინიმალური ფსონი 10 თეთრი. გათავდა აღარ ჩამოგეხსნები, არც მახსოვს ვისრავ უთხარი გუშინ. და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს, საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც. შენ ხარ აქამდე, რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში, ჰაერზე მეტი. ქალი ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა, როდესაც ღმერთმა შექმნა ქალი და მას მისცა გედის ილამაზე, ფურირმის თრთოლვა, ფარშემაგის სიდინჯე, მტრედის უწყინარობა, ვარდის სურნელება და არწივის სიძლიერე, ამნას თვისებებთან ერთად ქალი რომ არ დაჩაგრულიყო და მეტისმეტად სრულყოფილი რომ არ გამოსულიყო, სხვა თვისებებიც დაუმატა. გლის ეშმაკობა, გველის შხამი, ვეფხვის სისასტიკე, კურდღლის შიში, ღრუბელთ ცრელმთა დენა და ქარის ცვალებადობა. ეს თვისებები ქალის სხეულში მოათავსა, შთაბერას სული მისცა მამაკაცს და უთხრა გაუფრთხილდიო. ჩვენ მამაკაცებს გვიყვარს ქალები, რადგან ისინი ყოველთვის გრძნობენ რომ არიან ახალგაზრდები, დაბერების შემდეგაც კი. იმიტომ რომ ქალები ყოველ ჯერზე იღიმებიან, როცა მათ წინ ბავშვი ჩაივლის. იმიტომ რომ ქუჩაში ყოველთვის გამართულად ცეირნობენ, იყურებიან წინ. არასდროს შემოbrunდებიან რომ დაგიბრუნონ ღიმილი, რომელიც შენაჩუქ. რადგან ქალებს აქვთ საკუთარი გზები პრობლემების გადასაჭრელად, რომელსაც კაცები ვერასდროს გაიგებენ. იმიტომ რომ ქალები გრძნობენ სიბრალოს და ამბობენ, მე შენ მიყვარხარ. ზუსტად მაშინ, როცა ნაკლებად უყვარს თავისი პარტნიორი. იმიტომ რომ კაცები ქალებიდან მოდიან და ისევ უკან ქალებთან ბრუნდებიან და სანამ რამე მოხდება, ცხოვრობენ ისევ და ისევ ქალების ორბიტაზე. ჩვენ მამაკაცებს, იმიტომ გვიყვარს ისინი, რომ ქალები არიან. ასე უბრალოდ. ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა. ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. იგი კაცის ცუდუნებაა დასაბამიდან. კაცების თქმით, ქალი თვალის სამოთხია, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი. მხოლოდ ქალს ესმის რა არის სიყვარული. ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს რომ არ ზეიმობდეს. თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო. ძნელი სათქმელია რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული ვიდრე მამაკაც, მაგრამ ეს კი უეჭველია რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული. როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ მყარებია. უფრო ადვილია 7 ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა. მამაკაც ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორშმწვრეტელნი არიან და სურთ იყვნენ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი. მოკლედ ყველა ქალს ვუსურვოთ რომ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი ყოფილიყოს. დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე, ამიტომ მამაკაცებო გიყვარდეთ ქალები და გაუფრთხილდით მათ, რადგან ქალის ღირსების საზომი სწორედ ის მამაკაცია, რომელიც მას უყვარს. დღეს 8 მარტია და უნდა შეგაძღოთ. ხომ არ გექნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? ხოთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალისა. რაც შეეხება 8 მარტს, ირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. არა. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედა თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებია, ზოგს ლექსებიც გიწერია. იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულუტრგელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეთ.
სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობ. სიყვარულის გახანგრძლივებაზეც იდრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულო. ხომ გახსოვთ? უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე. არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.